ციხე-ქალაქი უჯარმა მდებარეობს თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში. ძველი ციხე-სიმაგრეებიდან იგი გამოირჩევა განსაკუთრებული გეგმარებით და მასშტაბებით. მისი ავტორი არა მარტო მაღალი დონის ფორტიფიკატორი, არამედ დიდი ხუროთმოძღვარიც იყო. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირებისას ასეთი ეფექტურად გამიზნული ციხე-ქალაქი სხვაგან არ გვხვდება. ციხე-ქალაქისათვის შეურჩევიათ მაღალი კონცხი, ივრის ხეობის მთიან მონაკვეთში. იგი შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი შიდა ციხე, ციტადელი, რომელიც ქედზეა განლაგებული, და მეორე სამხრეთით, ფერდობზე მოგმული ქალაქის ზღუდე გალავანი. უჯარმაში მთავარი შიდა ციხე იყო. ქალაქისათვის აუცილებელი ნაგებობები სწორედ აქ ყოფილა განლაგებული. შიდა ციხის სიგრძე 150 მეტრია, ხოლო სიგანე 15-30 მეტრს შორის მერყეობს. ციტადელის ტერიტორიაზე განლაგებული ნაგებობებიდან არც ერთი არ არის შემორჩენილი თავდაპირველი სახით. მათ შორის გამოირჩევა სასახლე და ეკლესია. გალავნის მთელ პერიმეტრზე 8 კოშკი და 1 კოშკური სასახლე ყოფილა. ციტადელის გალავნის სიგრძე საშუალოდ 150 მეტრია. ისტორიულ წყაროებში უჯარმა იხსენიება მე-3 საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლეონტი მროველის ცნობით, იგი მეფე ასფაგურს აუშენებია. როგორც ჩანს, უჯარმა უკვე იმ დროიდან ხდება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. იმავე მემატიანესთან ვკითხულობთ, რომ მეფე მირიანმა მისცა თავის ძეს რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი და უჯარმაში დასვა. უჯარმის ისტორიაში გარდატეხა მოხდა მე-5 საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს. ჯუანშერის ცნობით, მეფე ვახტანგს უჯარმის ციხე კიდევ უფრო განუმტკიცებია. ამის შესახებ თავად მეფე წერს. ვეჭობ იქ მყოფნი იძლიონ, რადგან ციხეს მტკიცე და ძლიერი ზღუდე შემოვარტყითო. უჯარმის ადგილის სიმარჯვეზე და საიმედოობაზე ისიც მიუთითებს, რომ მეფის ოჯახმა გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრე დაჩი უჯარმაში გაეზარდა. ასევე უჯარმის საიმედოობაზე მეტყველებს ისიც, რომ ბრძოლის დროს დაჭრილი მეფე ვახტანგი სწორედ აქ მოიყვანეს. აღსანიშნავია მე-8 საუკუნის პირველი ნახევარიც, როდესაც მურვანყრუს შემოსევის მოლოდინში არჩილ მეფემ სახელმწიფო განძი უჯარმაში გადამალა. 914 წელს მემატიანეს ცნობით, აბუსაჯის ძე მივიდა უჯარმაში. ციხეში გამაგრებულმა 300 ქართველმა მებრძოლმა მრავალი დღის მანძილზე გაუწიეს წინააღმდეგობა მტერს. მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ მეტის გაძლება შეუძლებელი იყო, ღამით ციხის ზღუდეები დაარღვიეს და გაიქცნენ. 300 კაცით არაბთა მრავალრიცხოვან ჯართან შებრმა, არა მარტო ქართველების მამაცობაზე მეტყველებს, არამედ ციხის სიმტკიცეზეც. უჯარმის ციხე მომდევნო პერიოდშიც მოქმედებდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მეფე გიორგი მეორის კახელებმა სხვა ციხეებთან ერთად უჯარმაც გადასცეს. როგორც ეტყობა, უჯარმა ბევრ სხვა ქალაქთან ერთად არაბების ბატონობის ხანაში კარგავს ქალაქის სტატუსს, თუმცა ციხედ დიდხანს რჩება. მართალია, ცნობები მეტად მწირია, მაგრამ დასტურად გამოდგება ისტორიკოსის გადმოცემა, რომლითაც ვიგებთ, რომ გიორგი მე-3-მ განძის შესანახად სხვა ციხეებს უჯარმა არჩია. მემატიანეებს არ შემოუნახავთ ცნობა იმის შესახებ, თუ როდემდე იარსება უჯარმის ციხე. მართალია, მის რესტავრირებულ კედლებში სათოფეებიც შეიმჩნევა, მაგრამ მათი რაოდენობა არ იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ იმ პერიოდში ციხე მასშტაბური იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ უჯარმის ციხე ბოლო საუკუნეებში აღარ იხსენიება.